Русский джарискаци Саша Дроздовი. Ცხინვალი мы вошли 10 августа. ცხინვალში 10 აგვისტოს შემოვედით. Пერს ვერაფერს ხედავდით, მაგრამ როგორც კი გათენდა, თავი ამერიკულ ბლოკბასტერში მეგონა. ქუჩები სავსე იყო მიცვალებულებით და დამწვარი ტექნიკით. ერთი ჩვენი ჯარისკაცი ხმამაღლა ატირდა, მაშინ მივხვდი, რომ ეს ომია. აღარავინ მახსოვდა არც გია და არც ჩვენი ეზო. რაციით გადმოგვცეს ერთ-ერთ სოფელში ჩვენს ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა. ჩვენც მაშინვე წავედით. რომ მივედით, ჩვენების საქმე ცუდად იყო. ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. ესენი ვინ არიან? ყვირო და მეთაური. ეშმაკები არიან თუ ვინ? მოკლედ, 2 ტანკი და 2 ჯავშან ტექნიკა ყავდა. 60 ჯარისკაცი ვიყავით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა. როგორც გავიგეთ, რამდენიმე ჯარისკაცი გვებრძოდა. ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა მათ ცხედრებთან. აი ასეთი ბიჭები რომ ყოლოდა მაშინო. მივხვდი, ჩეჩნეთის ომს გულისხმობდა, მაგრამ სიტყვა არ დაუმთავრებია ჩავსხედით მანქანებში და ცხინვალში დავუბრუნდით. რუსი